მოგესალმებით მეგობრებო. მივდივართ სომხეთში, საქართველოს სომხეთის მატჩზე. რა თქმა უნდა, მემზადებით გამარჯვებისთვის. ეხლა ვიმყოფებით სადახლოს საზღვართან. აი ეს მანქანები ყველა რაც უკან დგას, არის ყველა რიგში და ყველა მოდის თამაშს. მე მგონი რომ აი მუცნაურ სახელიანი სტადიონს 14,000-იანს გადავავსებთ ჩვენ და ჩვენ კი არ ვიჯდებით სომხებთან ერთად. სომხები ვიჯდებიან ჩვენთან ერთად. შენ რას ფიქრობ, ნიკოლოზ? რას ვიზავთ? რა თქმა უნდა, არის мотивация, არის ერთიანობა და არის ყველაფერი, რაც გჭირდება დღევანდელი თამაშისთვის და შემი გიორგი, ანგარიში გითხარი. 4-0 ძმაო. 4-0, კაია. აი, ახლა გავივლით სასაზღვრო პუნქტს და შემოგიერთებით უკვე არმენიიდან. როგორც ხედავთ, რესპუბლიკურ მოედანზე ერევანში მომრავლდა ქართველი გულშემატკივარი, ძალიან ბევრი ადამიანი არის, ვინც აქედან შეუერთდება უკვე მსვლელობას მოედნისკენ. და მოედანზეც იმედი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი ვიქნებით და ჩვენს ბიჭებს არ ვაგზავნებთ, რომ სტუმრად თამაშობენ დღეს სომხეთში. მინაშვილი არის ჩვენთან ერთად ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარი და გამოცდილი ჟურნალისტი და რამოდენიმე კითხვით მინდა დავით მოგმართო. რას ფიქრობთ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ მატჩიდან? დღეს არის გამარჯვების დღე და მოლოდინი ისევე როგორც აი ადამიანებს იმ გულშემატკივრებს, რომლის მსვლელობაც დაიწყო უკვე. მეც გამარჯვების მოლოდინში ვარ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ დღეს კავკასიური დერბი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. კიდევ ერთი კითხვით დაგიბრუნდებით, ფიქრობთ თუ არა მიქაუტაძისთვის, რომ დღევანდელი მატჩი мотивация არის, იქიდან გამომდინარე, რომ მისი ყოფილი მწვრთნელის მიმართ წინააღმდეგ უწევს თამაში დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში არსებობს ეს პატარ-პატარა შურიზიებების ფაქტორები და დღეს ის მომენტია, როდესაც მიქაუტაძე უნდა დაუმტკიცოს თავის ყოფილ მწვრთნელს, ჰოლანდიელ სპეციალისტს, რომ ის გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელია და ის შეცდა იმ არჩევანში, როდესაც თავის დროზე გააკეთა და მიქაუტაძე იმ პოზიციაზე არ ათამაშებდა, სადაც ყველაზე სახიფათოა და სადაც ძალიან ძლიერია და ბოლო პერიოდმა ეს გამოაჩინა კიდეც და ყველას მე დარწმუნებული ვარ, ყველას გვინდა, რომ დღეს მიქაუტაძემ გაიტანოს, იმიტომ რომ აი ეს ქართულმა ფეხბურთელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ის იმსახურებს უფრო მეც ვიდრე დღეს არის. რა თქმა უნდა, მეც მოლოდინი მაქვს და უსურვებ ჟორჟს, რომ დღევანდელ მატჩში გოლი გაიტანოს და წარმატებები უსურვოთ ერთად ქართველ. დიდი მადლობა წარმატებებს. რას ფიქრობთ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რა ანგარიშით დაასრულდება მატჩი და რა მოლოდინები გაქვთ? ჩემი მოლოდინი არის 3-0. 3-0 პირველ ტაიმში და მეორე ტაიმში ალბათ, საბოლოო ჯამში დამთავრდება 5-0. ოპტიმისტური პროგნოზი არის, თქვენ რას ფიქრობთ? პირველი ტაიმი 0-0 და პირველი ტაიმის მერე ვფიქრობ 2-1 დასრულდება დღევანდელი მატჩი. ვის სასარგებლოდ? საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. თქვენ რას ფიქრობთ? რა ანგარიშით მატჩი? ჩემი აზრით 2-0 მოვიგებთ და გუჩა და მიქაუტაძე გაიტანენ გოლს. თქვენი პროგნოზი? არ მინდა რომ მარტივად მიუდგეთ დღევანდელ მატჩს, მაგრამ საერთო ჯამში ფიქრობ რომ მოვიგებთ რა 4-0-ს სავარაუდოდ. კარგი, ქართველი გულშემატკივრები არიან აქეთაც და ვკითხოთ, რას ფიქრობენ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით? გამარჯობა. რას ფიქრობთ, რა მოლოდინები გაქვთ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით? დღეს გადავწყვიტავთ ორი თამაშის შედეგს. დღეს მოვიგებთ ესეთი ანგარიშით, რომ თბილისში უბრალოდ გავერთობით. ანუ თქვენი მოლოდინი არის, რომ თბილისში მატჩის საყურებლად მივალთ ისე, რომ უბრალოდ უნდა გავერთოთ ქართველი გულშემატკივრები. და მადლობა გადავხატოთ დღევანდელი თამაშის, რომ ესე გვასიამოვნეს. ძალიან კარგი. ფიქრობთ, რომ დღეს მიქაუტაძე გაუტანს თავის ყოფილ ტრენერს? გაუტანს გოლს და მე ვფიქრობ კიდე რომ ჩაკვეც გაიტანს გოლს. ძალიან კარგი, მადლობა. გამარჯობა. რას ფიქრობთ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით? საქართველოს მოიგებს 7-0-ს. 7-0? დიახ. ანუ ისტორიული შედეგის გამეორებას ფიქრობთ? დიახ. ძალიან კარგი. მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორც ვატყობ ჩვენი ნაკრების უხუცესი გულშემატკივარი ბრძანდებით და ალბათ დიდი ხანია ჩვენი ნაკრების არსებობიდან გულშემატკივრობთ ჩვენ ნაკრებს და მინდა რამოდენიმე კითხვით მოგმართოთ. რას ფიქრობთ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, რა მოლოდინები გაქვთ, მოვიგებთ თუ არა დღევანდელ მატჩს? სურვილი მოგებათ და კლასი თუ შევხედავთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების უფრო მაღალი კლასის არიან ვინ დღეს სომხეთის ეროვნული ნაკრების. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი მოსალოდნელია. კი ბატონო, ისტორიული შედეგი გემახსოვრებათ ალბათ თქვენ 7-0 რომ დავამარცხეთ სომხეთის ნაკრები და ფიქრობთ თუ არა დღესაც იქნება თუ არა დაახლოებით ისეთივე დიდი ანგარიშის სხვაობა როგორც მაშინ?
არა, ის სხვა თამაში იყო, ეს სხვა თამაში. ახლა 7-0 ნაკლებად გამორიცხულია, მაგრამ რომ მოვიგებთ ამის ჯერა. ძალიან კარგი და ბოლო კითხვას დაგისვავთ, ფიქრობთ თუ არა ჟორჟ მიქაუტაძისთვის დღევანდელი მატჩი არის თუ არა мотиваცია იმისთვის რომ თავის ყოფილ წვრთნელს დაუმტკიცოს რომ ნამდვილად იმსახურებდა აიაქსში მეტ დროს სათამაშოდ და გაიტანს თუ არა ჟორჟი დღევანდელ მატჩში გოლს. ველოდებით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები უსურვოთ ერთად საქართველოს. წარმატებები, რა თქმა უნდა, წარმატებები. მადლობა, გაიხარეთ. ზუ არის ჩვენთან ერთად ერევანში და რამოდენიმე კითხვას დაგისვავ. პირველ რიგში რა განწყობა გაქვს, რა შემართებით ხართ და რას ფიქრობთ, რას ვიზავთ დღევანდელ მატჩში? 2-0 ზურიკო გაიტანს პირველ გოლს და მიქაუტაძე მეორეს. თამამი პროგნოზი არის. მიქაუტაძის გოლს ყველა ველოდებით, იმიტომ რომ მე მგონი რომ მიქაუტაძეს თავის ყოფილ წვრთნელთან დასამტკიცებელი აქვს და ესე ფიქრობთ ალბათ თქვენც. ჟორჟზე რაც ვილი მილაპარაკა, ეს ავანსები ყველაფერი შესასრულებელი. და რას ფიქრობთ, თბილისის მატჩს არ ექნება დიდი ინტრიგა? გამომდინარე იქიდან რომ 2-0-ით მოვიგებთ დღეს, აი იოლიგას ეერნება გვექნება საქართველოში. მაშინ გავერთოთ ყველა თბილისში ერთად. აუცილებლად დღესაც გავერთოთ და თბილისშიც აუცილებლად. მადლობა დიდი.